მოვიზადეთ ჩემთან ერთად. Ხოლმე გაკვეთილი და მივდივარ გერმანულზე პირდაპირ. ჭამე. ახლა უცებ გავკეთებ მაკიაჟს და ხვალ დიდი დღეა და ხვალინდელი დღე ალბათ გადაწყვეტს ჩვენ მომავალ. სამწუხაროდ არასრულწლოვანი ვარ, ამიტომ არჩევნებზე მე ვერ წავალ, თუმცა ჩემი მშობლები ორივე მივიდიან. ბატონი ბუბი ახლა ჭამს, როგორც იქნა ადგა, ეძინა მთელი ჩემი გაკვეთილი ონლაინ მაქვს ხოლმე რა. ზოგი გაკვეთილი ონლაინ მაქვს, ზოგი ოფლაინ და ეძინა მთელი ჩემი გაკვეთილი და ახლა ადგა. ესე იგი, სპონჟი მაქვს საყიდარი, ეს სპონჟი დიდად კარგი არ არის. და დანარჩენი ყველა გადავყარე, იმიტომ რომ მეთქი დაძველდა თქო და ელენე არის ჩემი მარჯვენა ხელი, გავუშვე იმის, რა ქვია, სპონჟის დასასრულებლად. ხოლმე ჩამოდის. მე მგონი ხოლმე ჩამოდის. კი, ხოლმე ჩამოდის და მენა ბედნიერი ვარ. და ძალიან აბსურდული ფასი აქვს სპონჟებს. ანუ რატომ გადავიხადო სპონჟში 11 ლარი? ანუ გამოწერეთ ბევრად უფრო იაფიჩდება რა, მაგრამ მარტო სპონჟს ხო არ გამოვიწერ. და ბათუმში მქონდა ერთი მაღაზია გაჩითული, სადაც 3 ლარი უტყიდულობდი ხოლმე სპონჟებს და წელს დამავიწყდა სპონჟების ყიდვა. ის პარში თუ აქვთ, ვარ მხოლოდ წავიდე რაღაცების გამოსატანად და საყიდლად და ასე შემდეგ. ხოლო ბარემ სპონჟიც თუ ექნებათ იქ სადმე, დავამატებ მაგასაც. თმა მაქვს გასასწორებელი და ცოტა უნდა ვიჩქარო. ანუ სერიოზულად ბობის გარშე ცხოვრება რაღაც ჩემთვის წარმოუდგენელია უკვე თავიდანაც რომ მოვყვანეთ ისე შევეჩვიე და ეხა რავი უცნაური სადმე რა ვარ ხოლმე თქვათ მეგობართან დავჩან ვინმესთან სულ მგონია ხოლმე არ ძაღლი გამოვა აღარ ეს ძაღლია აბსოლუტურად უნდა იყოს ბუბი აი ყველა შემთხვევაში ეგრე ხდება ხოლმე რა უზეთ მოვშოროთ ეს ნარჩენი ჰაილაითერი გამომჩა და ეხა წავასვენ თვალის ფანქარი რაღაც ეს თვალის ფანქარი ძალიან მომწონს უკან ფონზე წევს ელენე და ეს ელენეა აქ რატო დაწექი ვაფშე კომფორტულია ახლა შემიჩნდა ისფერი გლასები თითქმის არ მაქვს და ჭირდება და უნდა ვიყიდო ტუჩ საცხი გლოსი და ეგა თანს გაიწერე და წავა ნახეთ ვის საერთოდ ვარ ბუბი აქ გაიხედა რა არის აქ მოდი ძალიან მიყვარს რა ვქნია ნახეთ ყველაზე საყვარელი ძაღლა ნუ ალბათ ყველა პატრონისთვის თავისი ძაღლი ყველაზე საყვარელია მაგრამ ანუ როგორ არ უნდა შევჭამო თან ძალიან გაიზარდა ხო ნახვამდის ბაგა